მიუხედავად იმისა, რომ ებოლას ვირუსი აფრიკის ქვეყნებს აზიანებს, ეს თითქოს რამდენიმე 1000 მილის მოშორებით ხდება. ებოლას და სხვა ვირუსების, როგორიცაა წითელა, SARS-ი და ჰანტავირუსი, გავრცელების რეალობა შეიძლება ჩვენს კართან იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მილიონობით გულშემატკივარი იკრიბება სტადიონებზე, FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე და სოციალური დისტანცია არ არსებობს. ეხლა ჩვენთან ერთად დეტალურ ინფორმაციას გაგვიზიარებს მარკ მაფარბი, კომპანია Diatic International-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ნიუ-იორკიდან გვიერთდება. საღამო მშვიდობისა თქვენ და თქვენთან დღის მეორე ნახევარია. კარგი, სალამ მშვიდობისა. მადლობა მოწვევისთვის. Diagonic არის გლობალური ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც NASDAQ-ზეა ჩამოთვლილი და მრავალი წლის განმავლობაში ვირუსებსა და დაავადებებთან მუშაობს. მაგრამ გითხარით ებოლაზე კონკრეტულად, რადგან ის გლობალურ სათაურებშია, რამდენად მომაკვდინებელია ის? კარგი, ჯანმოსა და სხვა სააგენტოების მიხედვით, სიკვდილიანობა მერყეობს 30%-დან 50%-მდე. ზოგი ამბობს 90%-საც კი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო რეალურია 30-დან 50%-მდე. ანუ თქვენ საუბრობთ ძალიან მომაკვდინებელ ვირუსზე, რომელიც აფრიკაშია გავრცელებული და ჩვენ გვინდა დავწმუნდეთ, რომ ის იქ დარჩება და არ გავრცელდება სხვა ქვეყნებში. ეხლა როგორც ხედავთ მსოფლიო ჩემპიონატზე, აშკარად ძალიან ამაღელვებელია. ხალხს დაავიწყდა სოციალური დისტანცია, როგორც უკვე ვთქვი, რაც COVID-ის დროს გვიწევდა. მაგრამ 10 აფრიკული ეროვნული გუნდი მონაწილეობს, 10,000-ობით გულშემატკივარი აფრიკიდან ჩამოდის. რას ვაკეთებთ ან რას არ ვაკეთებთ? ჩამოსვლისას ამის შემოწმების მხრივ. და სასარგებლოა თუ არა ეს, თუ ვინმე შეიძლება კონდეს ვირუსი, მაგრამ ჯერ სიმპტომები არ გამოვლენია. ფიქრობ, მთავრობებმა მიიღეს სიფრთხილის ზომები და კარგი ნაბიჯები გადადგეს, რომ ვირუსის გავრცელება შეეჩერებინათ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, თუ ინკუბაციის პერიოდი 21 დღე ან მეტიც თუ ასეა. ერთი ესეთი, ვთქვათ, ვიზიტორი აფრიკული ქვეყნიდან ან სხვა ადგილიდან, რომელიც ვირუსს შეეხო, შეიძლება რეალურად დაიწყოს გავრცელება. იცით, შეიძლება მეტი ეპიდაფეთქება მოხდეს აქ აშშ-ში, ან მექსიკაში, ან კანადაში, სადაც ცხელების შემთხვევები ხდება, ან ნებისმიერ ადგილას. შეიძლება მაგალითად თვითფრინავში, რომელიც ცაში მიფრინავს, ესე რომ ეს ნამდვილად პოტენციური საფრთხეა. მაგრამ ებოლა ნამდვილად არ არის მთავარი ამბავი. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ზად არ ვართ. ჩვენ არ ვისწავლეთ გაკვეთილი COVID-19-დან. შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ და აგიხსნით რატო. დიახ. ანუ თქვენ საინტერესო საკითხიც ამოაყენეთ, რომ ყველანი აშკარად შეშინებულები ვიყავით COVID-ით, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მხოლოდ დაახლოებით 1% იყო. მაშ რა ვისწავლეთ ან რა არ ვისწავლეთ? და ხალხმა უბრალოდ დაივიწყა ეს, მაშინ როცა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან შეიძლება კიდევ ერთი ეპიდაფეთქების წინაშე დავდგეთ, თუნდაც ეს ებოლა არ იყოს, რომელიც ჰაერწვეთოვანი არ არის. ჩვენ გვაქვს წითელა და სხვა დაავადებები, რომელთა შესახებაც ვიგებთ, მაშინ როცა ყველას ეგონა, რომ წითელა აღარ არსებობდა. ხო და არ დაგავიწყეთ ფრინველის გრიპი, რომლის ლეტალობა დაახლოებით 30%-ია. ეს ვირუსი უკვე ვრცელდება საქონელსა და ფრინველებში, ასევე სხვა ცხოველებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრი რამ ვისწავლეთ. რასაც ამასთან დაკავშირებით ვაკეთეთ, ეს უკვე სხვა საკითხია. ვფიქრობ, ვაქცინების მიმართულებით მართლაც კარგად მოვემზადეთ. ვფიქრობ, ეხლა ვაქცინის მილიარდობით დოზის სწრაფად წარმოება შეგვიძლია და მათი გავრცელებაც. მაგრამ როცა ეპიდემია იწყება, ვაქცინა უკვე გვიანია, რადგან უკვე დაავადებული ხარ. თუ გახსოვთ, COVID-ის დასაწყისში საავადმყოფოებში ადამიანები სასუნთქაპარატზე იყვნენ შეერთებული. რაც ნამდვილად სჭირდებათ, ეს არის მონოკლონური ანტისხეულები ან კურნალობა, რაც თავდაცვის პირველი ხაზია. და გულწრფელად რომ თქვა კი. კი, და სწორედ აქ ჩნდება დიატიკი. ანუ შენ ისევ ამ ტექნოლოგიის წინა ხაზზე ხარ უკვე დიდი ხანია? ამიხსენი როგორ მუშაობს, რადგან ეს ძალიან სამეცნიეროა, მაგრამ ამავდროულად ბიოლოგიურიცაა. და შენ ამ საკითხებს ორივე მხრიდან უტევ, როგორც პრევენციული თვალსაზრისით, ასევე მაშინაც, როცა უკვე ინფიცირებულია ადამიანი. ამიხსენი როგორ მუშაობს ეს პოტენციური კრიზისის პრევენციის მხრივ? ჯერ ნება მომეცი აგიხსნა, იცი, ჩვენი კავშირი ისრაელთან, ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტთან, ეპიდემიების მზადყოფნის ინიციატივის კოალიციასთან, SEPI, ევროკავშირის ვაქცინების ჰაბთან და ოქსფორდის უნივერსიტეტთან, CRISPR-თან და სხვებთან. ჩვენ მუშაობდით და მუშაობთ მათთან ერთად, ესე ვთქვათ, ცდილობთ გადაუჭრათ ის დიდი პრობლემა, რომელიც ყველას თვალწინ დგას. ის დიდი პრობლემა, რომელიც ყველას თვალწინ დგას, არის ტრადიციული მეთოდები, რომლებსაც ეს ვიყენებთ მონოკლონური ანტისხეულებისთვის. ესენია ძუძუმწოვრების უჯრედული ხაზები. ისინი ძალიან ნელა იზრდებიან, ძალიან ცოტას გამოიმუშავებენ და ძალიან ძვირი ღირს.
და თუ გახსოვთ კოვიდის პერიოდში იცით, თვით აშშ-ს არმიის მომარაგების ჯაჭვმაც კი აღნიშნა, რომ ეს იყო 1%-იანი სასიკვდილო დაავადება. რომ უფრო მომაკვდინებელი ყოფილიყო, დიდი კატასტროფა გვექნებოდა. და სწორედ აქ ჩნდება ებოლა და ასევე ჰანტავირუსი. თუ გაქვს 30%-იანი სასიკვდილო დაავადება და არ გაქვს მისი მკურნალობისა და მოსახლეობის დაცვის გზა, ეს ესპანურ გრიპზე ბევრად უარესი იქნება. და ჩვენი C1 ტექნოლოგია არის ძაფოვანი სოკო. ეს არის მიკრობული ორგანიზმი, რომელიც იზრდება ბევრად უფრო სწრაფად, დაახლოებით 10 ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე ძუძუმწოვრების უჯრედი. გამოსავლიანობა უფრო მაღალია. შეგიძლია 3 პარტია აწარმოო იმ დროში, რაც ერთს სჭირდება. და არ არის ვირუსები, რომლებიც უნდა მოაცილო, სანამ საზოგადოებისთვის გამოუშვებ. ესე რომ საუბარია სრულად გარდამტეხ ცვლილებას. და ჩვენ ამაზე მუშაობდით და ვაჩვენეთ, რომ ის არა მხოლოდ ებმება და ნეიტრალიზებას უკეთებს ვირუსს, ზუსტად ისე როგორც ძუძუმწოვართა უჯრედები. ეს ნაჩვენებია. ზაზუნებზე ჩატარებულ კვლევაში, არა ადამიან პრიმატებზე ჩატარებულ კვლევაში, რომელიც ევროპელებმა ჩაატარეს კოვიდის დროს კოვიდით, მაგრამ ასევე მალარიაზე, RSV-ზე და კიდევ 7 თუ 8 სხვა ანტისხეულზე. ესე რომ ტექნოლოგიამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ნეიტრალიზება და ბმა ისეთივე დონეზე, როგორც არსებული სტანდარტია. კი, სწორია. მაგრამ ეხლა მას შეუძლია მისი წარმოება ბევრად უფრო იაფად და სწრაფად. ვაუ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და სწრაფად სანამ დრო გაგვივა, მოდი მეორე საკითხლეც ვისაუბროთ. ანუ ვაქცინას ვერ მისცემ ადამიანს, როცა უკვე ინფიცირებულია. ამიტომ აგვიხსენით, რას აკეთებთ და როგორ შეიძლება ეს დაეხმაროს დიდ სურათში, თუ შეძლებთ მეტი კლინიკური კვლევის ჩატარებას აფრიკაში, რომ თქვენი ტექნოლოგია შეძლებს, ასე ვთქვათ, თავიდანვე ახვეთოს ინფექცია, როცა ადამიანი უკვე დაინფიცირდება. დიახ, ასე რომ ჩვენ უკვე ჩავატარეთ პირველი ფაზის კლინიკური კვლევა აფრიკაში. სრულიად გულწრფელად რომ თქვა, ის ნაწილობრივ შეიქმნა ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მიერ, დამზადდა ისრაელში, BTG ისრაელთან და დიადიკთან ერთად. და ჩვენ ეს ვაქცინა SAPRA-ს, სამხრეთ აფრიკის რეგულატორულ სააგენტოს, წარუდგინეთ და დავამტკიცეთ მისი უსაფრთხოება, ამტანობა და ეფექტურობა. მაგრამ ეს ვაქცინა, როგორც თქვენ აღნიშნეთ და მეც აღნიშნე, არის ის, რაც ხელს უშლის მის განვითარებას. მაგრამ როცა უკვე მოხდა, საჭიროა მონოკლონური ანტისხეულები. და გულწრფელად რომ თქვა, ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს მონოკლონური ანტისხეულები უფრო სწრაფად შევქმნათ, მეტი რაოდენობით და ნაკლებ ფასად გამოუშვათ და უფრო ადრე გაუშვათ ბაზარზე. ასე რომ, ისინი ნეიტრალიზებენ და ებმებიან. და თუ გახსოვთ, თვითონ პრეზიდენტი ტრამპიც კი კოვიდის დროს სურდა, რომ სოფლიო გაეცნო და მიიღო ანტისხეული. პრობლემა ანტისხეულების ტექნოლოგიასთან კოვიდის დროს ის იყო, რომ ვერ ასწრებდა. ვირუსი ძალიან სწრაფად მუტირდებოდა. ტექნოლოგია კი ძალიან ნელი იყო, რომ დაეწია მას. და თუნდაც დაეწია, მხოლოდ 1 ან 2% მსოფლიოს მოსახლეობისა მიეღო ის. ესე რომ, ეს ერთგვარი მოახლოებული კატასტროფაა. ებოლა კი უბრალოდ გამოფხიზლების ზარია. იყო ებოლა, იყო მაიმუნის ყვავილი და ხო ვიცი, არის ჰანტავირუსიც. ესე რომ, ერთი მუტაციის დაშორებით ვართ სასიკვდილო ვირუსისგან. და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და მთავრობებმა ისრაელში, აშანთეშში, ევროპაში უნდა გააძლიერონ და რეალურად ფარი დაუჭირონ წარმოებას, რადგან ეს არის მთავარი პრობლემა. მართალია. შეგიძლია ხელოვნური ინტელექტით ყველაფერი აღმოაჩინო, ხო. მაგრამ ვერ შექმნი მას უჯრედული ხაზის გარეშე, რომ სწრაფად და ეფექტურად აწარმოო. კარგი, დიდი მადლობა ამ ახსნისთვის. ყველაფერი ბევრად უფრო გასაგები გახადეთ, რადგან ეს ძალიან რთული ბიოლოგიაა. დიდი მადლობა მარკ M. Parb, Diadic International-ის დამფუძნებელო.